სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ გვეძლევა საშუალება ჩვენს მიცვალებულებზე ზრუნვისა. ამ ბოლო დროს იყო ერთი ასეთი შემთხვევა, რომ ერთი ადამიანი იყო, მორწმუნე ადამიანი და როგორც ჩანს, აქ არ ცხოვრობს, გორში არ ცხოვრობს და მისი მშობლების საფლავები აქეთ არის და როდესაც იგი პანაშვიდი გადავიხადეთ საფლავები რომ ვაკურთხეთ, მან თქვა რომ რაღაცნაირად ამოვისუნთქეო. აი შევა ვიგრძენიო, რომ ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას თავის მიცვალებულთან წინაშე, რომ მათთვის ლოცვა ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნუგეში და მორწმუნე ადამიანი ფიქრობს, რომ თუ დიდხანს მოხდა ისე, რომ ვერ მოახერხა მიცვალებულზე ეზრუნა, გრძნობს, რომ სული მძიმდება ამით. იმიტომ რომ აი როგორც ახლა ადამიანს რომ საკვები დიდი ხანი არ აქვს მიღებული, გრძნობს, რომ ვერ არის კარგად და ახაც ესე არის, ეს ლოცვა მიცვალებულთათვის, ეს არის მართლაც სულიერი საკვები, ზრუნვა მიცვალებულთათვის. ყოფილა ხოლმე შემთხვევები, რომ აი ერთი და იგივე ადამიანი არაერთხელ მოსულა და ზოგი აქ ცხოვრობს, ზოგი აქ არ ცხოვრობს და ხშირად რომ მოდიან, ესე იგი მე უკვე მარტო მათი სახელები კი არ ვიცი, მათი მიცვალებულის სახელებიც ვიცი ხოლმე და ვფიქრობ ხოლმე, აი რა ბედნიერებაა, რომ ადამიანი რომ გარდაიცვლება, აი ეგეთი გულმოდგინე მომგონებელი რომ დაურჩეს ამ ქვეყანას. იმიტომ რომ ჩვენ ახლა სანამ ღიში სული გვიდგას, როგორც იტყვიან ხოლმე, რაღაცას ეწვალებით, რომ ავათო კარგად, ვცდილობთ, რომ ღვთისმცნობით ვიცხოვროთ და თუ რაღაც ფეხი წაგვიბორძით და წავიკეცით, ხელად შევინანოთ, აღსარება ვთქვათ, თუ რაღაცა არ გქონდეს დარჩენილი უთქმელი და ასე თუ ისე ვცდილობთ, რომ რაღაცა ღვთის წინაშე ასე ვიცხოვროთ, ღვთისთვის მოსაწონად და ამდენადაც გამოგდის თავისთავად ცხადია. მაგრამ რომ გარდავიცვლებით, ვეღარაფერს ვერ შევცვლით, წარვდგებით იმ რეალობის წინაშე, რაც აქედან თითქოს ცოტა ვიცოდით რაღაცა, მაგრამ იქ უკვე პირისპირ დადგები იმ რეალობის წინაშე და აღმოაჩენ, რომ თურმე რაზეც უნდა ყველაზე მეტი გეზრუნა, იმას დააკელი ყველაზე მეტად. და რაც იქ უბრალოდ არაფერს აღარ მოგცემს, იმას გადაყევი ამ წუთის ოფერში. და ხვდები და იაზრებ, აი სულად ურწმუნო ადამიანი რო გარდაიცვალოს, იმან ყველაზე დიდი მორწმუნე თუ ვინმეა ამ წუთის ოფერში, შეიძლება იმაზე მეტი უკვე იცის. იმიტომ რომ ეგ იმ რეალობის წინაშე წარდგა, რაც ჩვენ გონების თვალით ვიცოდით, რომ რწმენით ვიცოდით. მას უკვე რწმენით კი აღარ მიეცა, იმას რეალურად მიეცა ის მდგომარეობა. იმას რწმენა კი არ აქვს, არამედ მან თავისი თვალით ნახა უკვე ეგ ყველაფერი. თვითონვე დადგა იმ რეალობის წინაშე და იაზრებს და ხვდება საჭიროებას აქ ყოფი ადამიანების შეწევნისა და ლოცვის. რომ ღმერთს შეავედროს ვიღაცამ მისი თავი. ხო და ამიტომაც აი აქ დარჩენილი ადამიანების ერთ-ერთი ქრისტიანული საქმე ეს არის, რომ ილოცოს თავისი მიცვალებულებისათვის. ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანს აი ძალიან საყვარელი ადამიანი გარდაეცვლება, ვის გარეშეც ცხოვრებას ვერ წარმოიდგენდა და ფიქრობს, რომ რაღა აზრი აქვს ახლა ჩემს ცხოვრებას ამ წუთის ოფერში. ეგეთ ადამიანზე ვერაფერს ვერ ვიტყვით, ვერც განიკითხავ, ვერც იმას ვიტყვი, რომ იმ დროს ის სწორად იქცევა თუ არ იქცევა, იმიტომ რომ იმ ადგილზე არ ყოფილხარ და ვის ადგილზეც არ ყოფილხარ, მის მაგივრად ვერაფერს ვერ ილაპარაკებ, მაგრამ
სულიერად რომ შევხედოთ, ვინც ის იქნებ მაშინ უფრო მიეცა მის ცხოვრებას აზრი, რომ ეგრე ძალიან რომ უყვარს ადამიანი. ზუსტად ეგეთ ნალოძს აქვს დიდი ძალა იმიცვალებულისათვის. ხოდა. აი ესე თუ შეხედავს, მიხვდება რომ ესე იგი, აი ზუსტად ეხლა აქვს ჩემს საკუთრებას აზრი, რომ მე უნდა ვილოცო მისი სულისთვის. იქნებ როგორ ჭირდება მას ჩემი ლოცვა. თუ არ ჭირდება და ცხონდა და გადარჩა, მაშინ ის ლოცვაც არ დაიკარგება, ისევ შენთვის არის ის ლოცვა, მაგრამ ეგება ჭირდება. შენ ეს არ ვიცით. მეთმა შეიწიროს თქვენი ლოცვა და მეთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ ყოველთვის გულმოდგინეთ აღვასრულოთ ეს მსახურება მიცვალებულთათვის. მე ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა დღევანდელი წმინდანის შესახებ, ეს საოცარი ისტორია, ესე იგი კოლასეში მოხდა ხონაში, სხვაგვარად ასე ეწოდება, მთავარანგელოზ მიქაელს უკავშირდება. იქ იყო მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი, რომელ ტაძართანაც იყო მაკურნებელი წყარო და ერთ-ერთი თუ არა ვცდები მუნჯი გოგონა იყო და მის მშობლებს გამოეცხადა ციზმაში მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც აუწყარო იმ წყაროსთან თუ მიიყვანდნენ, მობანდნენ სახეს და ესე განიკურნებოდა და მართლაც ეს მოხდა და განიკურნა და იქ უამრავი ხალხი მიდიოდა მერე იქურნებოდა და აი ამ ტაძარში მსახურობდა ერთ-ერთი მნათეს ტიქაროსანი არქიპო, რომელიც 10 წლისა მივიდა ტაძარში, მოსალოცად მისულა თურმე ამ ტაძრისა და იქვე დარჩენილა, იქვე ტიქაროსანი გავხდარა და 70 წლისა გარდაიცვალა ეს არქიპო. და მთელი ეს 60 წელი იქ მსახურობდა მნათით. ეს იმდენად წმინდად ცხოვრობდა, რომ თან ეს მეოთხე საუკუნეა, იქ ჯერ კიდევ წარმართები უამრავია ამ ტაძრის გარშემო და წარმართებს მოაქცევდა ის. ახლა წარმართი მოაქციო ქრისტიანობაზე, ეს არ არის ადამიანურ ძალებს აღემატება. უფალი ხო ამბობს, რომ ვერავინ მივაო მამასთანო, ჩემს თუ მე არ მივიყვანო, ერთ ჩემთან მევმა თუ მამა არ მოიყვანს, ეს საღვთო საქმეა. ერთხელ იყო მონასტერში მიდიოდით ხოლმე პატარაობაში და ერთმა ვიღაცა გაიყოლა, მოკლედ არ ვიცი, მეგობარი იყო, მეზობელი იყო და იქ მამაოს ეუბნება, ბერები იყვნენ ხოლმე. მამო, აიო, მოვიყვანეო მონასტერში და მას გაეცინა და უთხრა, მოვიყვანეო, შენ რა მოიყვანეო? მეთმა მოიყვანაო, ეგეც და შენც ეს არა რომ შენ ვიღაცა მოაქციო. თუ ვინმე ქრისტიანობისკენ მოექცა, იქ ღვთისმადლია, ღვთისგანარი. ადამიანი მაგით ვერ იამაგებს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ღმერთი სწორედ იმ რომელიმე ადამიანის მეშვეობით მოაქცევს ხოლმე. და ღმერთი ადამიანს იყენებს საღვთო საქმისთვის და ბედნიერება ზუსტად ეგაა, რომ ღმერთმა გამოგიყენოს თავის საქმის საკეთებლად. აი ეს არქიპო სწორედ ესე იყო, მისი წმინდა ცხოვრებით, მისი სიტყვით. თუ მის წმინდა ცხოვრებას ვერ დაინახავდნენ, მის სიტყვას არავინ არ ერწმუნებოდა. და ეხლა რომ ხედავდნენ ეს წარმართები, რომ ზოგიერთი მათგანი რწმენაში მიდიოდა, გადაწყვიტეს, რომ რაღაც სიბოროტე გაეკეთებინათ ამ ტაძრისთვის და ამ არქიპოსთვის და ეს არქიპო ცოცხალი თავით ტაძარს არ ტოვებს, ესე იგი და ტაძარშია და იმ განსაცდელის დროსაც ლოცულობს. განსაცდელი რაში მდგომარეობს? ორი დიდი მდინარეშია ერთეს, კალაპოტები გააერთიანეს ამ წარმართებმა და როგორც იყვნენ, დაუმიზნეს ამ ტაძარს, რომ ეს ტაძარი უნდა დანგრეულიყო. ეს არქიპო ტაძარშია და ლოცულობს. და იქ მოხდა სწორედ ის სასწაული, რაც აი დღევანდელ დღეს უკავშირდება მთავარანგელოზ მიქაელს, კლდე გაიპო, კლდის რაღაც ნაწილი ჩამოვარდა და ისეთ ადგილზე ჩავარდა, რომ მდინარეს ხელი შეუშალა, რომ ტაძრამდე არ მისულიყო. აი ღმერთზე მინდობილი ადამიანი, ესე იგი, აი რამხელა ნუგეში და რამხელა აი სინათლეა და იმედი არის მის გარშემო ყოფებისთვის. ახლა აი ესეთი ახალგაზრდა, როგორიც არქიპო იყო, ხო 10 წლისა მივიდა, სამოზ იქ დაბერდა და იქ გარდაიცვალა ხოლმე.
აი ესეთი მის გარშემოყოფებში რამხელა სიმართლე იყო და რამხელა იმედი და ნუგეში. და თითოეულ ახალგაზრდასაც შეუძლია არა მარტო ახალგაზრდას ნებისმიერს თავის ადგილზე მის გარშემო რომ ესე იგი ოღონდ მარტო სიტყვით კი არა ჩვენ სამწუხაროდ უფრო ხშირად ესე ვართ ხოლმე რომ სიტყვით ერთ სიტყვით მეორე სიტყვით მერე ახლა არ გვიჯერებენ მერე ვეკამათებით ვეჭყობებით უნდა იცხოვროს ადამიანმა წმინდა და მისი საქმეები უნდა ქადაგებდნენ და თუ ეს მოხდება მას შეიძლება პირის გაღება აღარც კი მოუწიოს ისე მოექცეს ვიღაცა მორწმენაზე და ეს იყოს და როგორ წერია მოციქული როგორ ამბობს თუ ვინმე ადამიანიო მოაღწიოსო ცოდვილი გზიდანო ისო თავის სულს გადაირჩენსო და მრავალ ცოდვას დაფარავსო აი რაღაცა ცოდვის გზაზე მიდის და შენ რაღაცნაირად ეცდები რა ვიცი ეცდები შენი წმინდა ცხოვრებით შენი მაგალითით შენი ლოცვით და ახლა თუ ის შენ სიტყვას ითვალისწინებს შენი სიტყვითაც არ დაიზარებ მაგრამ ზოგჯერ ატყობ რომ მას შენი სიტყვის არ ჯერა და აზრი არ აქვს რომ უთხრა და არც უნდა უთხრა ზოგ შემთხვევაში აიფალი ხო ამბობს რომ ნუ დაუფენთო მარგალიტებსო ძაღლებს და ღორებსო ნუ დაუყრითო წინ ანუ ისიც უნდა იცოდე ადამიანმა ვის რამდენი უთხრა რა ფორმით უთხრა ზოგს ასე უნდა უთხრა ზოგს ისე უნდა უთხრა ზოგს საერთოდ არ უნდა უთხრა ქრისტეს შესახებ იმიტომ რომ იმას აბუჩადა იგდებს იმ სიტყვებს და შენ შეურაცხყოფს მაგაზია ლაპარაკი ხარი მაგას ამბობს შეიძლება მაგრამ მაგალითი რო აჩვენო ეს სხვა რამე მაგალითი ყველას უნდა აჩვენო მაგრამ იმიტომ კი არ უნდა იცხოვრო ისე რომ ვიღაცას დაანახო არამედ უნდა იცხოვრო ღვთისთვის სათნოდ და დამნახავი თავად დაინახოს თუ მას თვალები იმისთვის აქვს რომ დაინახოს და ყურები იმისთვის აქვს რომ მოისმინოს და თუ ამისთვის არ აქვს მაშინ ესე იგი თან რო გადაყვა არაფერი არ გამოდის ხოლმე ძირითადად უფალი სხვა ამბობს სახარებაში რომ ვისაც ყური აქვს მოსასმენად ისმინოს ეთქობა ყველას არ აქვს ამისთვის ზოგს ალბათ შეიძლება იმისთვის აქვს რომ საყურე ჩამოეკიდოს ზოგს იმისთვის რომ მოусმინოს და გაიგოს ზოგი ასეა და ზოგი ის ღმერთი შეგვეციოს აბა ღმერთთან მშვიდობა მოგცეთ და მშვიდობის დილა გაგიქრენოთ